მოგვეხოდა ზამთრის ტურისტულად აქტიური სეზონი და ბიზნესიც განსაკუთრებულ სამზადისია. განსხვავებით ზაფხულისა, როდესაც ტურისტული სექტორი სეზონით კმაყოფილი იყო, ზამთარს გამოწვევებით ხდება. პრობლემები ზამთრის კურორტებზე მეტად შესამჩნევია. მაგალითად, სვანეთში მდებარე ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ წელსაც მთავარი პრობლემა ელექტროენერგიის მომარაგება იქნება. პრობლემებს შორის არის ასევე მზარდი ინფლაციაც, რომელიც სექტორს ხარჯებს უზრდის. რა ვითარება სვანეთში, კერძოდ მესტიაში, თათია თეთრაშვილი ვილაჩელოს დამფუძნებელი გვერდება. თემაზე სასაუბროთ, თათია, მოგესალმებით, მადლობა თქვენი დროისთვის და ჩართვისთვის. მოგესალმებით, მიხარია, რომ მუდმივად ინტერესდებით ჩვენი ამბებით. თათია, უპირველესად მინდა სამზადისზე ვისაუბროთ. რა ვითარებაა ახლა მაღალმთიან რეგიონში, როგორია სამზადისი და რამდენად იგრძნობა ის მოთხოვნა და მომართვიანობა, რაც შემდგომ უკვე უნდა შენარჩუნდეს მთელი სეზონის განმავლობაში? კი, ნელ-ნელა უკვე დავიწყეთ ზამთრის სეზონის სამზადისი. რაიმე განსაკუთრებული ცვლილებები სხვა სეზონებთან შედარებით არ არის. თავისთავად ჯერჯერობით საახალწლო პერიოდზე არის განსაკუთრებული მოთხოვნა და დანარჩენი ზამთრის პერიოდი ჯერჯერობით ნელ-ნელა იწყება, ასე ვთქვათ, აქტივობა. ჯავშნები თუ არის უკვე არსებული წინასწარი და ძირითადად რომელი ქვეყანა აქტიური ეს სეგმენტურად რო ჩავშალოთ? ძირითადად ზამთრის სეზონზე როგორც წესი, მაინც ყველაზე უფრო აქტიური არის ჩვენი სამეზობლოს ქვეყნები ყველაზე მეტად. მინდა ვისაუბროთ ასევე ფასების ნაწილზეც. PMC-ის კვლევა ჰქონდა, სადაც საუბარია, რომ შემცირებულია ნოემბრის თვეში განთავსების ღირებულება სასტუმროებში, ასევე წლიურად არის კლება. რა ვითარება ამ მიმართულებით მესტიაში, ფასების ნაწილში, როგორია, ასე ვთქვათ, ვითარება? რამე განსაკუთრებული ცვლილებები ფასებთან მიმართებაში არ გვაქვს. ნოემბრის პერიოდი ითვლება ძალიან დაბალ სეზონად, შესაბამისად რაღაც ფასდაკლებებს ვაკეთებთ ხოლმე. დანარჩენი სეზონისთვის უშუალოდ ჩვენ არც ფასის გაზრდა არ გვაქვს დაგეგმილი და არც დაკლება. იგივე ფასი იქნება, რაც გასულ სეზონზე. კი ბატონო. თათია, რა არის ის გამოწვევები, რასაც უნდა ველოდოთ სეზონის განმავლობაში, მათ შორის აი ბიზნესი საუბრობს ინფლაციაზე, რომელმაც საგრძნობლად გააძვირა ხარჯები და ამის მიუხედავად სასტუმრო ბიზნესს უჭირს, რომ გაზარდოს განთავსების ღირებულება მოთხოვნიდან გამომდინარე და ასევე, ხო, მესტიაში ვიცით, რომ ელექტროენერგიის პრობლემა არის წლების გამოწვევა, რომელიც ყოველწლიურად თითქოს რჩება ხოლმე მოუგვარებელი, რაც შემდგომ აფერხებს სეზონს. ამ კუთხითაც როგორია მოლოდინები? რაც შეეხება ფასებს, კი, ჩვენთვის საკმაოდ პრობლემატურია ფასების ზრდა, იმიტომ რომ იგივე პროპორციით ფასების ზრდა, როგორც იზრდება სხვა ყველაფერზე ფასები, თითქმის შეუძლებელია. გამომდინარე მოთხოვნიდან არ არის იმხელა მოთხოვნა, რომ მაგალითად ის ფასი, რაც რეალურად უნდა ღირდეს, ჩვენ შეგვეძლოს რომ დავადოთ მაინც მეტნაკლებად დაბალი ის არის აქტივობა და შესაბამისად გვიწევს რომ რაღაც ტენდენციებში ჩავჯდეთ და მოვარგოთ ეს ფასები მომხმარებლის მოთხოვნას. შესაბამისად ჩვენთვის ძალიან პრობლემატურია ეს ფასების ზრდა და ხარჯები საკმაოდ გაგვეზარდა. რაც შეეხება ელექტროენერგიას, ამ მიმართულებით არავითარი ცვლილებები არ გვაქვს, არც დადებითისკენ, არც უარყოფითისკენ, ისევ ველოდებით რა იქნება. და ისევ აი დიდ გამოწვევად რჩება ეს ყველაფერი. კი ბატონო. თათი ახსენეთ გაზრდილი ხარჯები და მინდა წინა წლის პერიოდს შევადაროთ მიმდინარე წელი. რამდენად არის ცვლილება მათ შორის შემოსავლების კუთხით, რამდენად იყო ზრდა და რამდენად მოახერხა ბიზნესმა ზრდა? აი როგორც გითხარით, ჩვენი ფასები მაგალითად აბსოლუტურად იგივე რჩება, რაც იყო გასულ წელს, მაგრამ ზოგადად ყველაფრის ფასი არის გაზრდილი. შესაბამისად, აი ჩვენი ბიზნესი ძალიან იჭყლიტება ხოლმე ესეთ სიტუაციებში, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მომხმარებელს გონია, რომ სასტუმროებს უზომოდ გაბერილი ფასები აქვთ, თუნდაც სარემონტო და თუნდაც ყოველდღიური მიმდინარე ხარჯები იმდენად ძვირადღირებულია ჩვენთვის, რომ იგივე პროპორციით რომ გავზარდოთ ფასები, ალბათ დასვენება შეუძლებელი გახდება უკვე.
კი ბატონო, და ეს შემდგომ უკვე მოახდენს და გავლენას იქონიებს მომართვენობასაც. ისედაც ზამთრის კურორტი არ არის ყველასათვის ხელმისაწვდომი ხოლმე, როგორც წესი. გაცილებით მაინც ძვირად ღირებულ სიამოვნებად ითვლება იქიდან გამომდინარე, რომ მხოლოდ დასვენება არ არის და არის პლუს ეს აქტივობები, რომელიც დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, არ ვიცი, ძალიან რთულია ფასების გაზრდა. კი ბატონო. თათია, მინდა ვისაუბროთ სიახლეებზე, რაც გაქვთ, მათ შორის როგორც ვიცი, ტურისტული მიმართულებით გააქტიურდით, ხო? გულისხმობ კომპანიას და იმ სერვისებს, რაც დაემატა. მინდა ყველა ის სიახლე შევაჯამოთ, რაც დაგიგროვდათ 2025 წლის განმავლობაში. დიახ, ამ ტურისტულ კომპანიასთან დაკავშირებით მეკითხებით ხო? კი ბატონო. დიახ, გამყვან ტურიზმზე დავიწყე მუშაობა, უკვე მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს ამ სფეროში, ასე ვთქვათ, და გადავწყვიტე, რომ გამეკეთებინა ჩემი კომპანია. და ამ მიმართულებით ვმუშაობ აქტიურად ჩელოთრეველის და ნელ-ნელა იზრდება კომპანია. ეს ჩემი მოგზაურობებიდან, პირადი გამოცდილებიდან და შესაბამისად რაც უკვე გამოცდილება მქონდა, გადავწყვიტე, რომ ასე ვთქვათ, გამიხადა პროფესიული საქმიანობა. კი ბატონო, თუ შედგა უკვე პირველი მოგზაურობები და ძირითადად რა მიმართულებით, ასევე ზამთრის სეზონზე თუ არის უკვე არსებული ჯავშნები და მოთხოვნა. კი, რა თქმა უნდა, უკვე შედგა პირველი მოგზაურობები, გაზაფხულიდან ვმუშაობთ. განსაკუთრებული მოთხოვნები საქართველოში, როგორც წესი, რა თქმა უნდა, უშუალოდ დაკავშირებულია ჩარტერებთან და პირდაპირ მიმართულებებთან, სადაც იწყება ხოლმე პირდაპირი ფრენები, როგორც წესი, ყველაზე მეტად ის მიმართულებები აქტიურდება. ზამთრის სეზონზე, როგორც ყოველთვის, რა თქმა უნდა, ტოპ გაყიდვადი არის ეგვიპტე, იმიტომ რომ ძალიან ხელმისაწვდომი ფასია და კარგი სერვისები და ბავშვებთან ერთად სამოგზაუროთ მით უმეტეს ძალიან მოსახერხებელია, პირდაპირი ფრენა და ბიუჯეტურ ფასაც კარგი მომსახურების მიღება შესაძლებელი. ეხლა დაიწყო ახალი მიმართულება დოჰა, რომელიც საოცარ ფასებში ხდის მოგზაურობას შესაძლებელს და ძალიან გააქტიურებულია ეს მიმართულება და რა თქმა უნდა რჩება ისევ ეგზოტიკური მიმართულებებიც აქტუალური და ევროპაც რა თქმა უნდა თავისთავად. კი ბატონო, შემომყვან მიმართულებაზეც ხარ ფიქრობთ გააქტიურდეთ? და ეს იქნება მხოლოდ გამყვანი ტურიზმის მიმართულებით სპეციალიზებული? შემომყვან ტურიზმზე არ ვფიქრობ ჯერჯერობით და მე მგონი რომ არც ვფიქრებ, არ მგონია, იმიტომ რომ ცოტა სხვა სპეციფიკაა და რაღაცნაირად მინდა რომ ერთ მიმართულებაზე ვკონცენტრირდე. კი ბატონო, თათია, მინდა შევაჯამოთ ის გეგმები, რაც ვილაჩელოს აქვს და ასევე მოლოდინები ზამთრის სეზონთან დაკავშირებით. ზამთრის სეზონთან დაკავშირებით ბევრჯერ აღმინიშნავს, რომ იმ სირთულეებიდან გამომდინარე, რაც გვაქვს ხოლმე რაღაცა განსაკუთრებულ გეგმებს და მოლოდინებით წინასწარ არ ვარ ხოლმე განწყობილი და ველოდები, რაც იქნება, ასე ვთქვათ, ესე ვარ, იმიტომ რომ არის რაღაცეები, რაც უშუალოდ ჩემზე და არც სხვა კონკრეტულად რომელიმე ობიექტის მფლობელზე არ არის დამოკიდებული, ჩვენი მხრიდან ყველაფერს ვაკეთებთ, განახლებებს, ასე ვთქვათ, სეზონის შემდეგ ძალიან ბევრი სამუშაოები ჩავატარეთ, ვანახლებთ, ვაკეთებთ, მაგრამ რა ვიცი, ინფრასტრუქტურულად როგორც იქნება, თუ არ მოგვეცდა საშუალება, შესაბამისად ჩვენთვის რთულია. შესაბამისად, რაიმე განსაკუთრებული მოლოდინები, როგორც წესი, ზამთრისგან არ მაქვს ხოლმე, ძირითადად მაინც კი ბატონო. კი ბატონო, და ხო ახსენეთ ბიზნესიც, მიღმა ვილაჩელოსი, რაც ოპერირებს მესტიაში, რა ვითარება ამ მიმართულებით, რამდენად იზრდება ბიზნესი, რამდენად ჩნდება ახალ-ახალი ობიექტები? ახალ-ახალი ობიექტები, არიცი, ელვისის სწრაფით ჩნდება ამ პრობლემების მიუხედავად. არ ვიცი, უამრავი რაღაც შენდება და ყველა ვართ ერთი და იგივე მდგომარეობაში, რომ ზაფხულის სეზონზე კარგად ვმუშაობთ და ზამთრის დროს ესე ველოდებით რა იქნება. კი ბატონო. ხო, ზაფხულის
სეზონი ახსენეთ და ესეც საინტერესოა, როგორ ჩაიარა ზაფხულმა ვილაჩელოსთვის და რამდენად იყო ის დატვირთვა და მოთხოვნა რა ირის მელოდინს ჰქონდათ? ზაფხული ფაქტობრივად როგორც ყოველთვის ძალიან აქტიურია მესტიაში და თითქმის ჩემი დაკვირვებით ყველა ობიექტი არის ხოლმე თითქმის მაქსიმალურად დატვირთული და ჩვენც ასევე ფაქტობრივად შეიძლება ითქვას 100%-ით ჰქონდა დატვირთვა, იშვიათად იყო ჩვენ აპარტამენტებიც გვაქვს და ვილებიც და აპარტამენტებიც ფაქტობრივად 100%-ით იყო დატვირთული. ძალიან აქტიურია ხოლმე ივლისი-აგვისტო. კი ბატონო. თათია, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. ასეთივე აქტიურ ზამთრის სეზონს გისურვებთ, როგორც ზაფხული იყო და მოკლედ გელოდებით სიახლეებით მოდივართ ჩვენს ეთერში. დიდი მადლობა. მადლობა კიდევ ერთხელ თათია თეთრაშვილი ვილაჩელოს დამფუძნებელი იყო ჩვენი სტუმარი.